მართლმადიდებელი სამყარო შობის დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადება სამზადისია საქართველოში 23 საათზე სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული ღამისთევის მსახურება უნდა დაიწყოს, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ. მრავალწლიანი ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა, ხვალ თბილისსა და რეგიონებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა ალილო გაიმართება. მარიამ აფციაურს ჩავთავთ ახლა პირდაპირ ეთერში სამების საკათედრო ტაძრიდან. მარიამ. ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიისთვის მზადება მიმდინარეობს. საშობაო ღვთისმსახურებაზე დასასწრებლად მრევლმა მოსვლა უკვე დაიწყო. აქ იმყოფება მგალობელთა გუნდიც. სამების საკათედრო ტაძარში მეუფეშიო ჩაატარებს წმინდა სინოდის წევრებთან ერთად და სამღვდელოებასთან ერთად ჩაატარებს საზეიმო ლიტურგიას, თუმცა მანამდე არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი წაიკითხავს საშობაო ეპისტოლეს, რომელშიც ტრადიციულად ყურადღება გამახვილებული იქნება ქვეყნისთვის, ეკლესიისთვის და თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. საშობაო ეპისტოლე, საპატრიარქის ეპისტოლე წელიწადში ორჯერ შობას და აღდგომას ქვეყნდება. საშობაო ღვთისმსახურებას დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც. სამების საკათედრო ტაძარში, როგორც უკვე გითხარით, ამ წუთებში საშობაო ღვთისმსახურებაზე დასასწრებლად მრევლმა მოსვლა უკვე დაიწყო. მრევლი და სასულიერო პირები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მაცხოვრის შობის საიდუმლოების გაცნობიერება სიყვარულის, სიკეთის და თავმდაბლობის. ძალიან დიდია ამ დღის მნიშვნელობა ადამიანებისათვის. ჯერ კიდევ, როდესაც ადამი დაევა სამოთხეში დაეცნენ, იქვე აღუთქვა უფალმა, რომ მესია მოევლინებოდა კაცობრიობას, რომელიც ადამიანების ღმერთთან შეარიგებდა და სწორედ ბეთლემის ბაგაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ყრმა იესო მოევლინა დაახლოებით 2000 წლის წინ. სხვადასხვა ტრადიციები უკავშირდება, სულაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წლებია შობის დღესასწაულს. ადამიანები, ვინც სახლში ხდება დღესასწაულს, სანთელს ანთებენ ფანჯარასთან და ამით მოუხმობენ და მოიწვევენ უფალი იესო ქრისტეს. და ასევე ტრადიციული ალილოს ღონისძიება, დღის 2 საათზე დაიწყება მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან. ულოცავ ჩემ ქვეყანას, სრულიად საქართველოს ამ წინვალე დიდებულ დღესასწაულს, ქრისტეს შობას უსურვებდი ჩემ ქვეყანას ბევრ სიხარულს, სიკეთეს, წინსვლას, მალე გვენახოს გამთლიანებული საქართველო და ძლიერი. ყველას გილოცავთ შობა ახალ წელს და მრავალს დაესწარით. ყველას, თელ საქართველოს, თელ ქრისტიანობას, მართლმადიდებელ ადამიანებს ყველას ულოცავ შობის წინვალე დღესასწაულს და ყველას უსურვებს სიყვარულს, კეთილდღეობას და ბარაქიანობას ოჯახებში და მთელ საქართველოში. გილოცავთ შობას ახალ წელს, დედიკო მომიყვანა სამებაში, დამდეგ შობას და ყოველდღიურ ზიარებით. ბედნიერებისა, სიყვარულის, სიმშვიდის წელი ყოფილიყოს და ყოველთვის ხოლმე შობა. ახალ წელს ხოლმე ჯიშობის საღამოს სახში ვჩებით და სანთელს ვანთებთ ხოლმე, როგორც პატრიარქმა მოგვიწოდა. ყოველ წელიწადს ეს უკვე ტრადიციად აგვაქვს. ასე რომ ყველას გულში შემოვიდეს ქრისტე. ისინი, ვინც ეკლესიაში ვერ ახერხებენ შობის ღამეს მისვლას, პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, რომ ყველა ოჯახში შობის ღამეს ფანჯარასთან ენთოს სანთელი და ეს არის სიმბოლო იმის, რომ ჩვენი სახლი და გულისკარი ღია იმისთვის, რომ იშვას ქრისტე. დიდი მადლობა მარიამ აფციაური საუბრობდა პირდაპირ ეთერში სამების საკათედრო ტაძრიდან.